საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ? მოვედი, ჩემო მეგობრებო, თქვენთან, მოვედი. როგორ გიკითხოთ? იმედია ყველანი კარგად. საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო. აი მოვედი თქვენთან დღეს. აჰა, რა თქმა უნდა. მორიელ. კახაბერი არ ჩანამ ბოლო დროს. მეგობრებო, ხო არ იცით მისი ასავალ-დასავალი? uftalия მეწვა. ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ჩაიარა დღე? აბა დღემ როგორ ჩაიარა? საღამო მშვიდობისა ყველას. ხო, აბა გუფელებო, კლასელებო, მეგობრებო, ამხანაგებო, დაქალებო, ძმაკაცებო. მოიყარეთ ახლა ერთად თავი, გავერთიანდეთ, დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ძალიან მიყვარს ეს ჩემი ტერმინი. ვის ჩაი, ვის ყავა, ვის ცხელი შოკოლადი. ხო, ძალიან ცუდად ვიყავი მეგობრებო წუხელ. წუხელ ვიყავი ძალიან ცუდად. მერძეო, ძალიანაც კარგი. ვის რძე, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის წყალი, რა ვიცი, ვის რა გინდათ მეგობრებო. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, მოკალათდით და დავიწყოთ ახლა. რა პრობლემაა? მოვედი, შემოვროხროხდი. ხო, ახლა ერთად გავატაროთ ეს 1 საათი თუ საათნახევარი, თუნდაც 5 საათი, რა ვიცი მეგობრებო, როგორც მოითხოვს ჩვენი დასტები. ცნება მითამაშებს. ანა მარია. ცნება მითამაშებს, ხანზებით მიდის, ხან ქვევით. ამჯერად ქვევით. არაფერი არ მაწუხებს ნიშანდობლივ. ნიშანდობლ არაფერი. მადლობა მეგობრებო ყველას. მოკლედ დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ვინც ხართ, ვინც ვართ, საკმარისია. ვისაც უნდა შემოგვიერთდება მეგობრებო, ასე რომ დავიწყებ. თქვენი ენერგიები მაინტერესებს. ჯერ არ ვიცი დღეს რაზე გვექნება საუბარი, ვნახოთ. უღრმესი მადლობა ყველას. ხო, მაინც ვერ მოკლავს ვერაფერი, ვერ წაგვაქცეს ვერაფერი მეგობრებო. წნევა ხან აიწევს, ხან დაიწევს. ეხლა ასაკში ვარ მეც. რა პრობლემაა? რა თქმა უნდა. ხო, მე უკვე ყავას ვსვამ. აქაური ყავა ძალიან კარგად მოქმედებს წნევის აწევაზე. 2 ყლუპი და დამთავრებულია. საღამო მშვიდობის ყველას. მეგობრებო, დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ძალიან მაინტერესებს ახლა თქვენი ენერგიები. რა ხდება თქვენთან? ჯერ არაფერი არ ჩავიფიქროთ. თქვენი ენერგიები მაინტერესებს ახლა რისთვის ხართ მზად? კონფლიქტებისთვის ხართ მზად. ვისთან არ ვიცი ოღონდ. ვის გინდათ ასე ძალიან რომ ეკონფლიქტოთ? აი ვის გინდათ რომ გაიმარჯვოთ? ან უკვე გაიმარჯვეთ, ან გინდათ რომ გაიმარჯვოთ? მეგობრებო, ვის? საკუთარ თავთან თუ ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს არ ვიცი, ხო?
მაპატიეთ ახლა ამ ორ დასტაზე თუ ვიმჯერებთ, რაღაც სისულელების მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. სისულელებზე ფიქრობთ, რაღაცაზე არარეალურზე ფიქრობთ, არარეალურზე ხართ ჩაციკრულები. და ამის გამო რაღაცა გინდათ რომ ცუდი რაღაცები ჩაიდინოთ, ან ცუდ რამეზე ფიქრობთ, ან რაღაც გინდათ რომ ისეთი გააკეთოთ, ვინმეს გინდათ ჯინში ჩაუდგეთ თუ ვინმეს გინდათ რაიმე ამით დაუმტკიცოთ, არ ვიცი მეგობრებო, რაღაცასთან არის საქმე. ხო, თითქოს რაღაცასთან რაღაცაზე ძალიან გუნაწყენები ხართ და გინდათ რომ თითქოს რაღაცით ვიღაცა სამაგირო გადაუხადოთ. არ იფიქროთ მეგობრებო ამაზე. არ გირჩევთ. ამით ვერც ვერავის მოუგებთ და ვერც ვერაფერს ვერ შეცვლით. საკუთარ თავს დაუშავეთ პირიქით. თუ კი ვინმე რამეს ფიქრობთ მსგავს. ხო, კიდევ რა, თქვენი ენერგიები. დღევანდელი თქვენი ენერგიები. ხო, ანახეთ, კი, რაღაცაში გინდათ ხელი ჩაყოთ, რაღაცა გინდათ რომ თქვენი ხელით გააკეთოთ, ან გააფუჭოთ, ან თქვენი ხელით ვინმე სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობთ, მეგობრებო, არც იფიქროთ. ხო, აქ შეიძლება ისიც იყოს უფრო სავარაუდოდ, ალბათ ვიღაცამ ჩარია ხელი ამ თქვენს ყოფაში. ეხლა ხართ აი ამ სიტუაციაში, ნახეთ? ეხლა ხართ აი ამ სიტუაციაში და ესეც შეიძლება იყოს, რომ ვიღაცამ ჩარია ამ თქვენს ყოფაში ხელი, რომ ესე ხართ. ამას განიცდიდეთ კიდევ კი, შეიძლება ესეც იყოს. კიდევ რა ხდება თქვენთან? ბატონო. სიყვარული. ურთიერთობა, რომელმაც მიგიყვანათ ამ დღეში. ნახეთ ქვემოდან რა კარტია და სიყვარული და ურთიერთობა, რომელზეც ფიქრობთ ახლა. ეს ყველაფერი თავი და თავი. სადაც კარგად იყავით. სადაც სიყვარული გქონდათ, სადაც ქვასავით ძლიერები იყავით. ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს აწარმოებდით, ცეცხლი და მოკლედ ხო რა, ძალიან დიდი იმედი გქონდათ და ეს ყველაფერი ახლა შორს არის თქვენგან. ну შეიძლება ზოგიერთებთან უბრალოდ მანძილი იყოს და საუბრობდეთ და ესეც გულს გტკენდეთ. ესეც შეიძლება იყოს მეგობრებო. სავალდებულო ხო არა, მარტო ყოველთვის დაშორება იყოს, კამათი და ჩხუბი და გაუგებრობა. არა, აქ შეიძლება იყოს ურთიერთობა მანძილზე, რაც ძალიან დიდ ტკივილს გაყენებთ. ხო. რომელიც არის შორს თქვენგან. ამას განიცდიდეთ. ხო? ხშირად გიწევთ პარტნიორიდან შორს ყოფნა, შეიძლება ესეც იყოს. უბრალოდ საუბრობდეთ შორიდან, მანძილზე, ურთიერთობა მანძილზე. ხო. რა ხდება თქვენთან? თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. ძალიან სიღრმისეული. გტანჯავთ ეს ყველაფერი. იმდენად გტანჯავთ ეს სიყვარული, მეგობრებო. იმდენად გწვავთ, იმდენად განადგურებთ, რომ აი არ ვიცი, ტკივილამდე გიყვართ. ადამიანი, რომელიც ტკივილამდე გიყვართ. ხო. აი ესეთია თქვენი სიტუაცია. ურთიერთობა სადაც არის მანძილი და ძალიან ცუდად ხართ ახლა. ხო, დამსხვრეულები ხართ უბრალოდ. დაიღალეთ უკვე. ამ სიყვარულით დაიღალეთ, ამ სიშორით დაიღალეთ, ამ გაუგებრობით დაიღალეთ. ამ ჭორებით დაიღალეთ, ამ ენის მიტან-მოტანებით დაიღალეთ, კიდევ რითი დაიღალეთ.
კონკრეტიკა არ გაქვთ ადამიანიდან და ამით დაიღალეთ. ეს ადამიანი მხოლოდ გიყურებს შორიდან სიშორეზე. კონკრეტიკა არ გაქვთ ადამიანიდან და ამან დაიღალეთ უკვე ესეთი ურთიერთობით. დაგიგროვდათ უკვე ტკივილები მეგობრებო. ნახეთ რა წერია. დაგიგროვდათ ტკივილები. და თქვენ ამბობთ, რომ დროა უკვე ან დაასრულოთ, ან რაღაცა შეიცვალოს, ხო? აი უკვე იმ სიტუაციაში ხართ, იმ სტადიაშია უკვე ეს ყველაფერი, რომ თქვენ თუ კონკრეტიკა არ გექნებათ, ან დაამთავროთ და ან ხო რა. იმიტომ რომ უკვე აღარ შეიძლება ასე გაგრძელებაო ამბობთ. მართალიცაა. ესეთია თქვენი თავდაჯერებულებას გართმევთ ეს სიტუაცია, ხო რა, გიკარგავთ თავდაჯერებულებას გიკარგავთ. ხვალინდელი დღის იმედი არ გაქვთ. ხო, მაიმუნი. წვერ გაუპარსავი მაიმუნი, მაპატიეთ მეგობრებო, ესეთი საუბრისთვის, მაგრამ შეიძლება თქვენი პარტნიორი ახლა მართლაც ესე იყოს, ცოტა რაღაცა მოუწესრიგებელი. ხო. ხო, შეიძლება ახლა იყოს ესეთი ზუსტად, ზედმეტად გაშვებული წვერით. სიმპათიური მაიმუნი კი. ნამდვილად. ჩემსას გავს. ჩემს მეგობარს გავს. ჩემი პარტნიორი არ ყოფილა ის მეგობრებო, ჩემი მეგობარი იყო. იმას გავს ზუსტად. ხო. ესეთი წვერ გაუპარსავი. შეიძლება ესე იყოს მართლაც ახლა თქვენი პარტნიორი. ხო. იმიტომ რომ არ გქონდეს ამის ყველაფრის თავი. ესეთ ადამიანზე ნერვიულობთ. კიდევ ერთი ორი კარტი. აბა რა, მაგისტვის ვართ ჩვენ აქ, სხვა თუ არაფერი. ანა მარია. ხო, თვარეშია ეს ადამიანი თვარეშია. გამყოფებთ თვარეში, შიში, სიბნელეში გამყოფებთ. ეს ადამიანი გამყოფებთ ახლა ესეთ სიტუაციაში. რომ სად გაიქცეთ რო არ იცით. რა ხერხს მიმართოთ რო არ იცით. რა გააკეთოთ რო არც ამ სიბნელეში გამყოფებთ. შეიძლება ეს სიბნელეში ყოფა პირდაპირ ან გადატანითი მნიშვნელობით იყოს ის, რომ ჩრდილში გამყოფებთ ეს ადამიანი. გაურკვევლობაც ჩრდილია მეგობრებო. ან შეიძლება იყოს ეს დამალული ურთიერთობა. ანუ ამ ადამიანმა არ გაღიარათ დღემდე, ესეც შეიძლება იყოს და როდემდე ამბობთ, როდემდე აი ეს სიტყვები მეურდება ახლა ჩემ გონებაში, როდემდე. იმდენად დაიღალეთ ამ ყველაფრიდან უკვე გაქცევა გინდათ, აი, როგორ გარბი ხართ. ხო. კიდევ? ხო, ამ ყველაფერს თქვენ არავის არ ეუბნებით. იმიდან ხართ დანადგურებულები. ამ ყველაფერს თქვენ არავის არ ეუბნებით ამ დროს. ხო, ესე ჩუმად ხართ თქვენთვის. ვიცი მხოლოდ ხარმა და მეც ვიცი. ხო. ესეთი თქვენი ენერგიები ჩემო მეგობრებო. კი. თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, ხო? გავაგრძელოთ მაშინ მეგობრებო. მოკლედ, საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერისთვის, იმ თბილი ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენთ და ტოვებთ. უღრმესი მადლობა ყველას. ხო, ეხლა დავიწყოთ. მოდი რა გავაკეთოთ ეხლა? მოდი პარტნიორზე გამოვიკითხოთ ეხლა. სხვანაირად არ გამოგვივა ეხლა პარტნიორზე თუ არა, აბა ვისთვის ვართ აქ. ერთი მიწერს კომენტარებში რა. ისა როგორ მიწერს?
ჩვენო რაც იყო, კი ვიცითო თუ რაღაცა სასწაულად დამიწერა, შენო რა იქნება ის მითხარია და მეგობრებო, ვისაც ესეთი კითხვა გაწუხებს და ცოტა პრეტენზიულად წერთ, ვინც არ უნდა იყოს. კომენტარებში არ წავშლი აწი, დავტოვებ, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვლება მაშინ, როდესაც ჩვენ შევცვლით. მე რა ვიცი ახლა თქვენი თითოეულის ცხოვრება როგორ შეიცვლება და როდის შეიცვლება, მეგობრებო, ეხა. ამისთვის მე აზრს და ჭკუას ნომკითხავთ. თქვენი გადასაწყვეტია, არ მოგწონთ, შეცვალეთ. ხო, მე ვერ შეგიცვლით, მე ვერ დაგაძალებთ. აქ ჩემი დაძალების გამო არ ხართ. აქ მოსმენილმა ინფორმაციამ, აქ მოსმენილ ინფორმაციას თუ კი გაითვალისწინებთ რაღაცებს, ამას არავინ არ დაგაძალებთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია, ვის გაწყობთ და ვის არ გაწყობთ. მე ვერ გადაგიწყვიტავთ, მე ვერ დაგილაგებთ აქედან ოჯახს და ცხოვრებას. მეგობრებო, მაპატიეთ. თუ თქვენთვის სასურველად არ ვსაუბრობ ახლა. გამონაკლისებზე მაქვს ლაპარაკი. ხო. ავტომ გამყოფებს თვარეშიო. მე რა ვიცი. ხომ არ მეტყვი. მეგობრებო, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. მაპატიეთ, მაგრამ სასწაული თუ გინოდეს. ეხლა რას საუბრობ და რას წერთ. მოკლედ, ეხლა მინდა თქვენს პარტნიორს გადავხედო, მისი ენერგიები. რამდენად ემთხვევა თქვენს ენერგიებს, თქვენი ენერგიები ამოვიკითხეთ, ეხლა მინდა თქვენი პარტნიორის, თქვენთვის ჩაფიქრებული პარტნიორის ენერგიები ამოვიკითხო, მეგობრებო. ასე რომ იმედია მზად ხართ, რასაც გაიგონებთ, აქ მოსმენილი ინფორმაცია. ხო, ნახოთ ეხლა თქვენი პარტნიორის ენერგიები. ბატონო, მისი ენერგიები, ძალიან კარგი განწყობით იმყოფება ადამიანი. ხო. ძალიან მეგობრულია, ამბობს, ძალიან ბალანსშია. საკუთარი თავი უყვარს ირგვლივ რაც აქვს. ეხლა არ ვიცი ახლა მე თქვენი პარტნიორის ენერგიებია ეს. ხო. ძალიან ქარიზმატულია, ძალიან სიმპათიურია, გამოიყურება ძალიან სიმპათიურად. ხო, მამაკაცებო, თქვენ ესე უნდა შეაბრუნოთ თქვენი პარტნიორი, თქვენი ქალბატონი გხედავთ ძალიან სიმპათიურს. ხო. ბატონო. კიდევ. ძალიან თავდაჯერებულია თქვენი პარტნიორი. თითქოს რაღაცა ეტაპი დაამთავრა და ეხლა მეგობრებო, თითქოს რაღაცა ეტაპი მთავრდება მის ცხოვრებაში, ძალიან თავდაჯერებულია სხვათა შორის. და ამ მისი ეტაპის დამთავრებამ რაღაცა ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი მოუტანა. შეღავა, შედეგი აქვს ძალიან კარგი რაღაცაზე თქვენს პარტნიორს. ამით ძალიან გახარებულია კიდე. ხო. ფიქრობს. რაზე ფიქრობს? თითქოს რაღაცა წასვლაზე ფიქრობს, დამოუკიდებლობაზე ფიქრობს, გადაადგილებაზე ფიქრობს. ხო. ამბობს რომ რაღაც ერთ ადგილზე დიდი ხნით იყო გაჩერებული. აი ხო გეუბნებით, რაღაცა ისეთი რაღაცა ხდება მის ცხოვრებაში, რომ ეს ადამიანი თითქოს რაღაცას გადაადგილებაზე ფიქრობს. კიდე? ხო, ამბობს რომ ამის დროა მოსულია. ხო. ოხ, მეგობრებო, მოკლედ ენერგია აქვს კი. ეხლა აქვს ძალიან დიდი ენერგია, რაღაც ცეცხლის ენერგიებში იმყოფება ეს ადამიანი ეხლა. აი ეს კარტი თქვენთანაც ამოვიდა. პერსპექტივაში. რას ხედავს პერსპექტივაში? ესეც კონფლიქტურ სიტუაციაშია. გეუბნებით, ეს პერიოდია, სულ ესე ამოდის, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთნაირ ენერგიებში ხართ. კიდევ?
ხო, ოღონდ უყურეთ ახლა აქ რა ხდება. ეს ადამიანი ამბობს, რომ ერთ დღეს გადავწყვიტავ ჩემს მომავალს, ჩემს ბედს, რაღაც სიტუაციის შეცვლაზე საუბრობს ერთ დღეს. უნდა რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს თქვენმა პარტნიორმა. ხო, ცელასნაის, ანუ სრულიად რო შეცვალოს, სრულყოფილად რო შეცვალოს возобновление. რაღაც პერეზაგრუსკა, გადატვირთვა, შეცვლა, რაღაც ახალი, რაღაც სავსე, ხო, რაღაცა უნდა რომ გააკეთოს ამ ადამიანს. ერთ ბედნიერ დღეს. ამასაც თქვენაირი შიში აქვს, ამასაც თქვენაირი შიში აქვს ოღონდ ამის ამ ყოლაფრის. ეხლა იმაზე თუ ვიმჯელებთ რომ ეს კარტი თქვენთანაც ამოვიდა, თქვენ კონფლიქტი ქონდათ, რაღაც გაუგებრობაც ქონდათ, ვინ ვის აჯობებდა ალბათ ურთიერთობაში. ხო, შეიძლება ამ ადამიანს უნდოდა რომ თქვენ ცოტა დამყოლი ყოფილიყავით და ყოველთვის მიშჭკუაზე გევლოთ. თქვენ ეს არ გააკეთეთ. ხო. ამიტომ ბევრი დაბრკოლებები იყო ურთიერთობაში. კი ბატონო, კიდევ რას გვეტყვის? ამიტომ მასაც შიში აქვს. სიყვარული აქვს. სიყვარული გადაგვარჩენს. ასე ამბობს. მაიმუნი აგერ ამევიდა. გეუბნებით ესაა თქვენი პარტნიორი. მოუწესრიგებელი ამ ბოლო დროს მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ხო. რაღაც დისკომფორტი აქვს, რაღაც გაუგებრობა აქვს, რაღაც ვერ აქვს, ისე როგორც უნდა. ეს თქვენთანაც ამოვიდა, მეგობრებო, გეუბნებით. მას აქვს რაღაც რთული სიტუაცია. განგაშია კატეხილი რო იტყვიან. ტრევოგა განგაში ნიშნავს და ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ახლა სიყვარული აყენებს ძალიან დიდ ტკივილს. ხო. იმდენათაა, რომ თავის მოწესრიგებად შეიძლება არ უნდოდეს. ხო, შეიძლება არ უნდოდეს. ან ძალა არ კონდეს. ძალიან ბევრს იგონებს წარსულში. წარსულში იგონებს იმას თუ როგორ ყოფდნენ ადამიანები ცხვრის მისხოვრებაში. როგორ დაიმსხვრა მისი ოცნებები. მისი ბედნიერება როგორ დაისხვრა, განადგურდა. ხო, ეს კარტი თქვენთანაც ამოვიდა. ძალიან ბევრი ტკივილი აქვს დაგროვებული ამ ადამიანზე. ესეც თქვენსავით ამბობს საკმარისია. მეგობრებო, ხვდებით ხო? ერთი და იგივე კარტები ამოდის. ესეც მოგონებებშია. ხოლო აღარ უნდა ეს ყველაფერი ამ ადამიანს. აღარ უნდა რომ ცუდად იყოს. უნდა რომ ისევ გააღვივოს ეს ურთიერთობა. ხო. ნახეთ? უნდა რომ ისევ ცეცხლი დაანთოს ურთიერთობაში. ანუ უნდა რომ ეს ურთიერთობა ისევ არსებობდეს. უნდა რომ მოილაპარაკოს რაღაც თქვენთან. მოგელაპარაკოთ ამ ადამიანს, უნდა თქვენთან მოლაპარაკება. მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ ახლა. თქვენ ხო კონკრეტიკა არ ქონდათ ეს ამოგივიდათ თქვენს დახასიათებაში. ეს კარტიც ამოვიდა თქვენს დახასიათებაში და ესეც რომ არ გაქვთ კონკრეტიკა, არ გაქვთ მოლაპარაკება, არ გაქვთ არაფერი და თქვენ გინდათ რომ დასვათ წერტილი. ბატონო, ამ ადამიანს არ უნდა წერტილი დასმა, უნდა კონკრეტიკა შეიტანოს ურთიერთობაში, უნდა მოლაპარაკებებით მოვიდეს და უნდა რომ ეს ურთიერთობა გადაარჩინოს. ხო, თან მოითხოვს ამ ყველაფერს. ურთიერთობის გაღვივებას, გამოსწორებას მოითხოვს. ეს არის ურთიერთობა. ეს ადამიანი შეიძლება კიდევ რაღაცაზე დაგყვეთ, დაგეთანხმოთ. ანუ რასაც თქვენ ეტყვით, რაღაცებში შეიძლება თანხმობაზე წამოვიდეს კი. პაჩინენიე. ხო, ასე რომ მეგობრებო, ეხლა თლათ მასეც არაა საქმე. ჩვენ რო გვინდა. ხო, ხელები რომ დაუბრახუნოთ, სადიყავი აქამდე აღარ მინდა შენი არაფერი, შენი ასე და ისე. ასე ჩვენ რო ვიცით ზოგჯერ.
მეცინება. ხო. აცადეთ, კაცო. აცადეთ ადამიანს. აბარა. ხო. აბა მეგობრებო, ასია. ეს ადამიანი გაგაკვირვებთ, გაგაოცებთ. ხო ნახეთ, აი, მოდის მოლაპარაკებებით, მოდის ამ ადამიანს უნდა თქვენი ბედნიერი სახის დანახვა, თქვენი მომღიმარი სახის და ჩემი მომღიმარი სახის დანახვა თუ უნდა ახლა ამ ადამიანს. ამას დავანახებ, მე რაფერ უნდა გაღიმება. მეგობრებო, ამან არ იცის ჩემი გაღიმება რაფერია. ასი არა მეგობრებო, უფრო ცხენივით რო გადმოუყრი ამ ჩამკბილებს. მერე გეტყვით პასუხს, შედეგს. ხო. დავანახებ რაფერ უნდა მაგას მე, გაცინება. ვაცეკვებ ნოტებზე, არ იცის. გააკვირვები, გავაკვირვებ. მე გავაკვირვებ იქით მეგობრებო. მან არ იცის თუ არა. მე გავაკვირვებ. ასე დახვანულს დავტოვებ მეგობრებო. რა მაგის პასუხია და. ხო. იმ მოტანილ ყვავილებს მეგობრებო, მე რომ მომიტანს, ხო? ასე უკან დამალავს შიშიდან ზუსტად. ამ ინდურის ყვავილებს ეგება გულზე დავალაგო და გოუშვა, იქით გავამწესო. რა სიტყვით? ხო. გურულის, მეგრელის და იმერელის ნაჯვარი რა სიზამს ახლა უკეთეს მეგობრებო? რამე სიზამს უკეთეს? არა. ბაბარა. ასე ვიზამ ზუსტად ხა. ელოდეთ მისგან ამ ყველაფერს, მოლაპარაკებას, შეთანხმებას, გაკვირვებას, სიყვარულს, გაოცებებს და ელოდეთ კი. დაყოლას ელოდეთ, ცოტას თვითონ უნდა დაყვებათ ცოტას მეგობრებო. ნუ ეხლა ეს ადამიანი ისე დაბრუნდება ამდენი ხნის მერე. ნუ მე არ ვიცი ეხლა ვის რამდენი დრო გაქვთ უკვე გასული. გააჩნია. მაგრამ რაღაცა დათმობაზე წამოვა კი. კი, დათმობაზე წამოვა. ანუ თქვენს ნოტებზე იცეკვებს. რა გავქნა. ხო, ასე რომ მეგობრებო, კი. ესეთია თქვენი პარტნიორის ენერგიები მეგობრებო. ხო, უნდა წამოვიდეს დათმობაზე, იმიტომ რომ პირველი კარტი ამოვიდა ეს. ამ ადამიანს კი სიყვარული აქვს, ბალანსი უნდა თქვენთან. ძალიან მეგობრულად შემოგიბრუნდებათ. ეხლა არ გამკიცხოთ ამისთვის, მე და აქ ჩხუბი არ დამიწყოთ. არ გამაბრაზოთ. ხო და ესე უნდა. კი. ესე უნდა, ესეთი ურთიერთობით მოვა. ურთიერთობისთვის კი, ხელი ჩაკიდებული, ასე ივლით. მოკლედ გილოცათ ამ ყველაფერს. მეგობრებო, გილოცათ, ყველაფერ კარგს გისურვებთ გულით, იმიტომ რომ იმსახურებთ. აი, ამ ურთიერთობას იმსახურებთ. იმედიანს, კარგს, მეგობრულს. აი ნდობა რო იქნება ურთიერთობაში. აი ესეც სიყვარულს იმსახურებთ. აი ამას დავდებ ეხლა მე აქ, რადგან ეს ამოვიდა და ამითი გავაგრძელოთ, მოდი ჩვენ რომ კარგ განწყობაზე და კარგი ამბები რომ მოვიტანოთ თქვენამდე. თუმცა თქვენ ასე ხართ. გადავჭერ ხა მოკლედ კარტს მეგობრებო და ეხლა 2 წუთი შევისვენოთ კარტების გადაჭეხვის დროს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, გვიშველა. ხო, აბარა. ყველაფერს აქვს საშველი ანა მარია, ყველაფერს, ცოცხალ ადამიანს ყველაფერს საშველი აქვს. ასე რომ ხო, მოდი არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაღაცა სხვაობა იქნება თქვენ შორის. მეტნაკლებობა, შეიძლება ასაკობრივი, შეიძლება გრძნობებით, შეიძლება დამოკიდებულებით, შეიძლება აი ფინანსური, მორალური, მატერიალური, აი რაღაც სხვაობა იქნება თქვენ შორის. ხო, შეიძლება იყოთ კიდევ ძალიან ბევრი ხართ, ამიტომ განსხვავება იქნება, შეიძლება რა ქვია, რელიგიურიც.
კი. თქვენი სიტუაცია აიღეთ მეგობრებო. ბევრია, რომელიც უცხოელზე უყურებს გაშლებს. ხო, ასე რომ მოკლედ დავიწყოთ. ჩვენი პარტნიორი არაფერი თემა არ მაქვს მეგობრებო შერჩეული, უბრალოდ რას გვეტყვის, ვისი თქმა უნდა პარტნიორს. რა გეგმები აქვს, რა საქციელები აქვს, რას გვეტყვის ჩვენი პარტნიორი. აი ყველაფერი რისი თქმაც შეუძლია პარტნიორს, მოდი იყოს ესეთი თემა ჩვენი დღევანდელი. რას გვეტყვის პარტნიორი? ასე რომ ნახოთ. რას გვეტყვის პარტნიორი? ხო, მუშაობა. მუშაობა. ამ ადამიანს უნდა მუშაობა. ამ ადამიანს უნდა ან მუშაობს. დამოკიდებულია ფინანსებზე ეს ადამიანი. ამ ადამიანს ფინანსები თუ არა, არაფერი არ წარმოუდგენია, ვერ წარმოუდგენია. ხო, ამ ფინანსებით უნდა რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს ახალი ცხოვრების დაწყება უნდა. ეს არის ქურუმი ადამიანის კარტი. ანუ ამ სამ კარტში შინაარსი ესეთია, რომ ეს ადამიანი მუშაობს ფინანსების გამომუშავებით არის დაკავებული, იმიტომ რომ რაღაც თავის ცხოვრება შეცვალოს. კიდევ ამავდროულად ძალიან თავშეკავებულია რაღაც ზედმეტი რაღაცეებისგან. თავშეკავებულია ჭორების გამო, გადაწყვეტილების მიღების გამო, კი. ეს ადამიანი არაფერს არ ეუბნება, გეუბნებით აქედან. ეს არის ურთიერთობა მანძილზე, ეს არის პლატონური მეგობრობა, პლატონური სიყვარული, პლატონური ურთიერთობა, სადაც არის ძალიან დიდი გრძნობები, მაგრამ ტკივნეული გრძნობები. არა მარტო მას თქვენს და არა მარტო თქვენ მასაც აწუხებს ეს თემა. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია, ძალიან რთული გრძნობა. პლატონური სიყვარულზე საშინელი არაფერი არა მეგობრებო. ხო, ასე რომ ხო, თუმცა ამ ადამიანს ძალიან ბევრი გეგმები და ოცნებები აქვს ამასთან დაკავშირებით. ხო, ამბობს, რომ აი ეს მანძილის, ალბათ ამ მანძილის გაუქმება უნდა, ამ ურთიერთობის სიშორეს ყოფნა აღარ უნდა რომ ახლოს იყოს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ოცნებების ახდენა უნდა ამ ფინანსებით. ხო, აი პრაქტიკული. ხო. კიდევ. აჟიდანია. აი აქ წერია აჟიდანია. რისი მოლოდინი აქვს? აი რა უნდა თქვენს პარტნიორს? მატერიალური წარმატება რომ თავისი ოცნებები და სურვილები სისრულეში მოიყვანოს კი. ეს ჩემთვის კიდევ ერთადერთი ჯვრის წერის კარტიც ანახეთ, ორივე აგერ იქედან აქედან ხართ და მამაო თითქოს ჯვარს გწევთ. რაღაც თავის სურვილების შესრულება უნდა ამ ადამიანს, მეგობრებო. ერთი წუთით მოვალ ახლა. პანჯარას ამკეტა. ხმა შემოდის. ხო. გავაგრძელებ. კიდევ რაო? რის მოლოდინი აქვს? აი რას ელოდება თქვენი პარტნიორი? რას ელოდება თქვენი პარტნიორი? ოცნებების ასრულებას, იმედებს, მნიშვნელოვან გეგმებს, გადაწყვეტილებებს, ბედნიერებას, კმაყოფილებას, სიყვარულს, სიხარულს, აი ყველაფერს მეგობრებო, ეს ორი კარტი ერთად არის სასწაული. ხო, თქვენ ხართ მისთვის, არ ვიცი თქვენთან ერთად ხა ჯერ თქვენ უცებ არ ჩახართ, მაგრამ თქვენ ხართ ჩემს თვალში ეს თქვენ ხართ. თქვენ ხართ კიდევ მისი იმედი, მისი რწმენა. ეს ადამიანი ხედავთ, რომ თქვენი ცხოვრებით რაღაც კმაყოფილი ხართ. თქვენ ბალანსში ხართ, უკვე აღარ ნერვიულობთ, აღარ განიცდით, აღარ შფოთავთ. ხო, შეიძლება ეს ასე არ იყოს, მაგრამ ასე აჩვენებთ მას. ხო.
ესეც ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, თუ მართლაც ასე იქცევით მეგობრებო. და არც არაჩვენებთ მას. რა თქმა უნდა, მანძილზე სიყვარული არის პლატონური ურთიერთობა, საშინელებაა მეგობრებო. კიდევ. რა იმედები აქვს ამ ადამიანს, თქვენს წინ ამოვიღე კარტი. რა იმედები აქვს? დროებითი არა, პირიქით, გაგრძელება ამ ურთიერთობის, ნიშნობა ქორწინება, გაგება პარტნიორობა, ახალიან განახლებული ურთიერთობა, განახლებული მეგობრობა, თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება უნდა ამ ადამიანს, ნიშნობა უნდა, ქორწინება უნდა, ბედნიერება უნდა, მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა რომ ნახეთ ეს რომ შორს მანძილი გაქვთ, ეს უნდა რომ ამ ადამიანმა გააუქმოს მანძილი და თქვენ იყოთ ერთად. ამ ყველაფერზე მანამ იბრძოლებს, სანამ არ მიაღწევს, აი ამას სანამ არ მიაღწევს, მანამ არ მოისვენებს, სანამ თქვენ ერთად არ იქნებით, მანამ არ გაჩერდება. ხო. ამიტომ ძალიან დიდი იმედი აქვს ამ ყველაფრის. სხვათა შორის არ ვიცი ხა დღეს ესეთი პარტნიორია მოსული, რომ კი ძალიან კარგ რაღაცებზე ფიქრობს. მანძილი რო გააუქმოს, რო თქვენ ერთად იყვეთ სულ. ამაზე ფიქრობს. ნიშნობაზე, ქორწინებაზე, ჯვრის წერაზე ფიქრობს კი. თქვენ ასე ელოდებით. თქვენ ასე ელოდებით. ის კიდევ ესე ფინანსებზე შრომობს, მუშაობს. ბრძოლობს მეგობრებო, შეიძლება ბინის ყიდვაზე ფიქრობს, მანქანის ყიდვას ფიქრობს, რაღაცეებს შეძენისთვის ბრძოლობს მეგობრებო. ხო, უფალს ევედრება, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც მას სურს. ძალიან ეშინია ამ ადამიანს მის ცხოვრებაში ვინმე არ ჩაერიოს, ჭორების ეშინია, აღარ უნდა. ჭორები აღარ უნდა, ამიტომ შეიძლება არავის არაფერს არ ეუბნება. ხო, იმიტომ რომ თავის ცხოვრებაში შეიძლება ბევრი ადამიანები იყვნენ ჩარეული დღემდე, თქვენს ურთიერთობაშიც არ გამოვრიცხა, ამიტომ არავის არაფერს არ ეუბნება. და უფალს ევედრება, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. ეს დავადებ ამას, იმიტომ რომ ხო, კორექციასავით გავაკეთოთ. ამ ადამიანს უნდა მოსვლა ესე სიყვარულით, თასებით, ემოციებით, აი ესე რაღაც ახალი გამბედაობით, მეგობრებო, ძალიან უნდა რომ მოვიდეს თქვენამდე. ძალიან ცუდად აუთქვენოთ, მინდა გითხრათ, რა ვქნა? აი როგორ აუთქვენოთ? თუმცა პასუხისმგებლობით არის იქ, სადაც არის. ეს ადამიანი რაღაცას აგვარებს იქ. მეგობრებო და თქვენ აუცილებლად მიიღებთ მისგან შეტყობინებას მოსვლასთან დაკავშირებით. ხო, შეიძლება გაგაგებინოთ ის, რომ მას რაღაც ახლა გაუგებრობა აქვს, რაღაც პრობლემები აქვს, სირთულეები აქვს. შეიძლება ესეც მოგწეროთ, რომ გადაალახავს ამ ყველაფერს და მერე თქვენთან მოსვლას აპირებს. ხო. აი ამ ყველაფერს თქვენ გაიგებთ მისგან. კი. აუცილებლად გაიგებთ მისგან. მოვა პასუხისმგებლობით. ასე რომ რა ვიცი მეგობრებო, ხა ესე ამბობს და თვითონ და მე არ ვიცი. მოდი ვკითხოთ ახლა ამ კარტს. სიყვარული თუ აქვს თქვენს მიმართ? ნუ აქვს, მაგრამ მოდი მაინც ვკითხოთ. ხო. მეგობრებო, ახლა როგორ ფიქრობთ თქვენ მეკითხვებზე პასუხს ვცემ? მოდი ახლა ვკითხოთ. აი რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ? მეგობრებო, პატივმოყვარება შეგილახათ, ამას ამბობს. დანაკარგები აქვს თქვენთან, რაღაც შეგპირდათ და არაგისრულად. დღემდე არაგისრულად ასე ამბობს. ამიტომ აქვს ახლა ეს რთული სიტუაცია. კიდევ უნდა ეცადოს თქვენთან ბედი. ამბობს, რომ მე კიდევ უნდა ვეცადო შენთან ბედიო. კი, გაუგებრობა გაქვთ ურთიერთობაში, მისთვისაც გაუგებარია ეს ყველაფერი, როგორ წავა და როგორ წარიმართება, მაგრამ მაინც მოვა. ძალიან წუხს. ამ დანაკარგს, რის ფასად უჯდება ახლა ეს ყველაფერი, ან დაუჯდა უკვე. ჩვენ ხო არ ვიცით ახლა იქ რა მოხდა ზუსტად, ნიშანდობრივ არ დაგვინახია, მაგრამ ამბობს, რომ რის ფასად.
ვის ფასათო მეგობრებო ამბობს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეხლა თქვენი რწმენის დაბრუნება ადვილი არ იქნება მისთვის. ვის ფასად მოუწევს, შეიძლება ამაზეც ამბობს, რომ ვის ფასად მოუწევს ეხლა თქვენი დაბრუნება, თქვენი ნდობის მოპოვება თავიდან, ძალიან რთულია. ნდობას რომ ადამიანი დაკარგავს, იმის მოპოვება მე ძალიან რთულია, ფაქტიურად შეუძლებელია, მეგობრებო. ფაქტიურად. ხო, ძალიან უნდა თქვენთან მოლაპარაკება. ძალიან მიტოვებულად გრძნობს თავს, თუმცა მისი მიტოვებულები ხართ, მაგრამ თვითონ გრძნობს ეხლა მიტოვებულად თავს. ხო, ძალიან ბევრს გიხსენებთ. იხსენებთ თქვენთან გატარებულ რაღაც იმ დროს, რაც გქონდათ. მან ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ ეხლა თქვენი საქმით ხართ დაკავებული, თქვენ რაღაც მიღწევები გაქვთ. შეიძლება ბევრი შვილებიც გყავდეთ უკვე, ბევრს შვილიშვილები გყავდეთ უკვე. თქვენი რაღაც ხელმოსაჭიდი ცხოვრება გავლილი გაქვთ, სტაბილურობა გაქვთ უკვე. სოქს ფინანსებიც უკვე გამოიმუშავებთ უკვე, თქვენი საარსებო წყარო გაქვთ. გაქვთ რა, არ ხართ მისი მეძე. ჩავაბრუნე და მოვიდა. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ ეს სიტუაცია შეცვალოს. აქამდე თუ გაუგებრობა ქონდა, ეხლა უნდა ამ სიტუაციის შეცვლა უკეთესობისკენ. ტენდენციის შეცვლა. ხო. ძალიან უნდა რომ სიტუაცია გამოასწოროს. ის რაც აქამდე არ ხერხდებოდა, ხო, ნუ ცოტა манипуляციებით, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ხო, ძალიან ავტორიტეტულია ეს ადამიანი, მაგრამ ძალიან ჯიუტი. შეიძლება ბევრი იდეები ქონდეს, ძალიან ბევრად აქტიური იყოს თავის ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან ჯიუტი და ჯინიანი. რო იტყვის იმას რო არ გადავა, მეგობრებო, არა და ამითაა ზუსტად რო უკანა ეს ადამიანი ეხლა. ამ სიჯიუტით არის რო სჭირს ეხლა მას ყველაფერი ეს. ხო, თუმცა იქ პირველად მის განმარტებაში თქვა, რომ დაგყვებათ. ანუ დათმობს რაღაცეებს თვითონ. ის დახასიათებაში ამოვიდა, რომ რაღაცებზე დათმობაზე წამოვაკი. ანუ ესეც იმას ნიშნავს, რომ ეხლა რადგან ეს ხმალი დაშვებული აქვს, ხმლების მეფეა, მაგრამ ხმალი დაშვებული აქვს, ანუ თქვენთან აღარ იბრძოლებს, აღარ იკამათებს, აღარ იჯიუტებს, აი იმ ხრივ, ხო. მოგატყუათ, იმედები გაგიცრუათ, მეგობრებო. манипуляციებით. რამაც შეიყვანა დანაკარგებში ეს ურთიერთობაც და თავისი თავიც. არასრულყოფილებაში იმყოფება ეხლა. ეს არის ურთიერთობა, სადაც პარტნიორობა, სადაც არ იყო გაგება და ურთიერთშეთანხმება. ესეც იყო თქვენი ურთიერთობა აქამდე. ეს ადამიანი იყენებდა манипуляციებს, რომ თავისას მიეღწია, თავისი გაეტანა, თავისი სიჯიუტით და მივიდა ურთიერთობა აი აქამდე. კარგი, რას გააკეთებს? რას გააკეთებს თქვენ გამო? რას გააკეთებს? ყველანაირ ხელს გამოიყენებს. ეს ურთიერთობა პაუზაშია, მაგრამ ეს ადამიანი ყველანაირ ხელს გამოიყენებს. ცუდი იქნება თუ კარგი, მაინც გამოიყენებს. ოღონდ ეს ურთიერთობა დაიბრუნოს და ყველანაირ ხელს მიმართავს, მეგობრებო. შეიძლება ისეთი რაღაცები გააკეთოს, რომ საერთოდ პირი დაგჭეთ ღია და საერთოდ დაგეკარგოთ წარმოდგენა. ეს უნდა გითხრათ, მაინც უნდა იცოდეთ. მას ეხლა ისი აქვს გონება მომართული. ხო, ყველა ხო ერთნაირად ვერ მოიქცება, ზოგი დამყოლი მოვა და ზოგი არა დამყოლი. ამის თქმა მინდა, ნუ ვისთან როგორ. ხა ყველას პარტნიორი ერთნაირი საქციელებით ხო არ გამოირჩევა?
ხო, ზოგი მოვა მოლაპარაკებებით, ზოგი მოვა კონფლიქტით, ზოგი მოვა კამათით, წინააღმდეგობებით. ხო. თქვენ ამბობთ ამ დროს. ამ დროს თქვენ დახვდებით იგნორით. ადამიანი, რომელიც მოვა კამათით, ვისთანაც მოვა კამათით, ის ადამიანები ამას არ მიიღებთ. ხოლო ვისთანაც მოვა დაყოლით და თავდახრილი, ის მიიღებს. მე არ ვიცი ახლა ვინ როგორ მიიღებთ, ბევრი ხართ მეგობრებო, ამიტომ ხო. და აკვირდით. და ინახავთ, ვისთან როგორ მოვა. მე ვხედავ, რომ კონფლიქტით ვისთან მოვა და რაღაცების მტკიცებით და მისი პოზიციის გამართლებით იმ ადამიანს არ მიიღებენ. აი, ვინც ესე მოვა. მას არ მიიღებენ, ვიცი. და ესე გაუშვებთ უკან. როგორც მოვა, ისე გაუშვებთ უკან და ვინც მოვა მოლაპარაკებებით, ვინც მოვა პასუხისმგებლობით, ვისთანაც მოვა აი რომ შეცდომებს აღიარებს თუ ნუ შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ მიხვდებით ადამიანი როგორ მოვა, ხო? ის მიიღებს. მაგრამ ბევრი არ მიიღებს. ხო. ბევრი არ მიიღებს და ეს ბევრის გადაწყვეტილება მიღებასთან ბევრს შეიძლება არ უნდა მიღება და მიაჩნია უსამართლობა. აი, არ უნდა ბევრს დაბრუნება ამ ადამიანის. არც გამიკვირდება, მეგობრებო. იმდენი ცუდი რაღაცა გაქვთ გავლილი. ხომ მე არც გამიკვირდება, ბევრთან ცალმხრივი სიყვარულიც იყო. შეიძლება და ამ ადამიანმა ეხლა გაანალიზა, რომ თურმე როგორ გყვარებიათ თქვენ და როგორ შეეძლო ამ ადამიანს, რომ ეს ურთიერთობა უფრო უკეთესი ყოფილიყო და ეხლა რომ მიხდა. ანუ უკვე თქვენ ამბობთ, რომ გვიანია. ხო, ამიტომ არ მიიღებთ. არა, ბევრი არ მიიღებს. ურთიერთობის გაწყვეტა, მეგობრობის გაწყვეტა. ხო. სამართლობა, არასრულყოფილება, ბევრი არ აპატიებთ მაგალითად. ხო, ადამიანია და ხასიათი. ვიღაცები აპატიებს, ვიღაცები არ აპატიებს. კარგი, ახლა მაინტერესებს, ვინც აპატიებს იმათ რა. ვინც აპატიებს იმ ადამიანებს რა. მათი საქმე როგორ წავა მათი ურთიერთობის, ვინც აპატიებს და მიიღებს. ვინც აპატიებთ, იმიტომ რომ წარსულის დავიწყება გინდათ და ანუ გინდათ ამ ოჯახში მოყვანა, ოჯახად დასრულება, ოჯახის შექმნა. კი, ბევრი დაივიწყებს წარსულს, აპატიებს მეგობრებო. და ბევრი შექმნის ოჯახს. კატეგორია შექმნის ოჯახს. ნახე, დაივიწყეს წარსული და წარსულის დავიწყება და ახალი შანსის აღება ამ ურთიერთობაში. ამ დაცილებას, ამ გულისტკენას, ამ ყველაფერს აპატიებს თავის პარტნიორს, ადამიანების კატეგორია და ხო ამ გულისტკივილს გაუშვებს და ოჯახს შექმნის. კი. ოჯახს შექმნის, კი. თუ იქნება ეს ოჯახი შექმნა გამართლებული, მაინტერესებს, მინდა ვკითხო. манипулаტორი. ეხლა მეგოწყვით მეგობრებო. თქვენ შეიძლება შექმნათ ამ ადამიანთან ოჯახი, მაგრამ გააჩნია, ეხლა კარგად დააკვირდით ამ ადამიანს. ეს არის ტყუილად გადაყრილი დრო, ენერგია, ფული,
და სიტუაცია და სიმდიდრე, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს. გაფლანგული ფული, კორუფცია, სიხარბე, ანუ ხო ხვდებით, რასაც ვამბობ. ძალიან კარგად დააკვირდით და ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერთან მოუმზადებელი არ დარჩეთ მანიპულატორი ადამიანი, რომელიც ყოველთვის გამოამჟღავნებს თავის თავს. ამიტომ არ იჩქაროთ ამ ურთიერთობაში ესე უცებ ისევ შეცურვა, უბრალოდ დააკვირდით ადამიანს. მეგობრებო, მე არ გეტყვით, რომ ხელი ჰკრათ უცებ და გაუშვათ, მაგრამ არც იმას გეტყვით, რომ უცებ მიიღოთ. უბრალოდ დააკვირდით. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? უნდობლობა. როგორ უნდა მოიქცეთ? არ უნდა ენდოთ მეგობრებო ბოლომდე ადამიანს. ან თქვენ უკვე აღარ ენდობით ამ ადამიანს. ხო, თუ არ იქნება ზომიერება ურთიერთობაში, ბალანსი არ იქნება ურთიერთობაში, მეგობრებო, და ეს ადამიანი არ იფიქრებს იმაზე, რომ ეს манипуляციები დაასრულოს და იფიქროს უბრალოდ ურთიერთობაში თანაბრად მუშაობაზე, იმ შემთხვევაში ეს ურთიერთობა არ გეღირთ. თუ კი წამოყვებათ მართლაც იმას, რასაც ამბობს, კვირდებათ, დააკვირდეთ უნდა ადამიანს, მხოლოდ სიტყვებს არ უნდა ენდოთ, საქციელებს დააკვირდით, მეგობრებო. ხო, იმ შემთხვევაში, ხო, თანაბარ ურთიერთობას თანაბარი უფლებით მიაღწევთ ამ ყველაფერს. მაგრამ ის რომ ყველაფერი თქვენ და თქვენ გიყვარდეთ და თქვენ იყოთ ყველაფერი ძალა და ყველაფრის თავი და თავი, ესე არა. ხო. ამ ადამიანმაც უნდა იფიქროს. ძალიან დიდი მესაკუთრეა სხვათა შორის კვერთხების მეფე კიდე ძალიან ისეთი მოქმედების ადამიანია, რომელიც არ დათმობს თავისას. ხო, ეს კარტი კიდევ ჩემთვის არის დაფარული მალულობის კარტი. ეს ადამიანი რაღაცებს კიდევ არ გეუბნებათ და არ გეტყვით. იცოდეთ. და ამ ადამიანს ყოველთვის ექნება თავისთვის ის რაღაც დამალული, ისეთი რაღაცები, რასაც არ გეტყვით თქვენ, არ გეცოდინებათ. ამიტომ გაითვალისწინეთ ესეც. შეიძლება გქონდეთ ბევრ თქვენთაგანთან ხვავი და ბარაქაც იყოს ურთიერთობაში, აი ხო გეუბნებით ძალიან ბევრი მსმენელები ხართ, ამიტომ მეგობრებო ყველასთან ერთნაირად არ იქნება, საჯაროა ეს. მხოლოდ თქვენ არა, თქვენმა პარტნიორმაც უნდა იმუშაოს ურთიერთობაზე და ურთიერთობაზე მუშაობა მხოლოდ დღეს და ხვალ არაა და ზეგ, ყოველთვისაა. ყოველთვის უნდა იყოს. ხო. ხო, ან დაუფასებლობა. თუ იქნება ურთიერთობაში დაუფასებლობა და სიჭარბე, ანუ მეტი მის მოწიწვა საკუთარი თავისკენ, არა უფრო მეცი პატივი და ანუ არა შენ და არა მე მარტო და არა შენ, ხო? ვინ მეტ ჩადებს ურთიერთობაში და ვინ ნაკლებს არა, მეტნაკლებობა არა, მეგობრებო, ბალანსი. თორემ იქნება თქვენი ურთიერთობა ესეთი როგორ ვამბობ მე, არაჯანსაღი ურთიერთობა. ხო. სადაც იქნება ყოველთვის კამათი. ხო, სადაც ბალანსია. იქ ყველანაირი მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება, მეგობრებო. ხო, ურთიერთობაზე მუშაობა ყოველთვის, რეორგანიზაცია ურთიერთობაში. აი მაგალითად, მოდი შენ დღეს ეს გააკეთე, მე ამას გავაკეთებ. ან შენ თუ ამას აკეთებ, მე ამას გავაკეთებ. აი რაღაც ბალანსი, მეგობრებო. ხო. დიპლომატია.
ძალიან ცუდათა ეს ადამიანი. თქვენი შემყურე შორიდან ესე ძალიან ცუდათა ესე გიყურებთ. და ძალიან ცუდათაა. თავის ბალოჩი ცურავს რო იტყვიან ეხლა ამ წუთას. ხო. ძალიან ცუდათაა. აუცილებლად დაიწყებს ახალს ამბობს. იმიტომ რომ ცუდათაა უთქვენოთ. თქვენ ხართ ძალიან პრაქტიკული ადამიანი მისთვის. თქვენ ხართ მისი დამარცხება, უთქვენოთ ეს ადამიანი დამარცხებულია. და პრობლემებში, ამიტომ უნდა გამოვიდეს ამ პრობლემებიდან და თქვენთან უნდა მოვიდეს. ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. ელოდეთ მეგობრებო. ელოდეთ ამ დეპრესიიდან გამოსვლა, დეპრესიონერა ეს აცოდავი. ადამიანს შეიძლება გაიგოთ, რომ რაღაც შეემთხვა ცუდი, რაღაცა შეემთხვევა აქვს, მეგობრებო, არ ვიცი. პრობლემები აქვს, რაღაც პრობლემები აქვს, კი დაატყდა თავს რაღაც პრობლემები, რაც თქვენ არ იცით, მაგრამ არა უშავს. ხო. ვისრააგ და ვისრააგ. მოულოდნელი დანაკარგები, შეიძლება გეგმების ჩაშლა, დამარცხება, ცუდი ამბავი. შეიძლება რაღაც შემთხვევა ვითობას გქონდეს ადგილი ან ავარია ან რაღაცა მსგავსი მეგობრებო. ხო. რაღაც პრობლემა აქვს. ასე რომ ესეთი იყო ტაროს ტაროდან ინფორმაცია ჩემო ძვირფასებო. ხო. მე მაინც მინდა ვკითხო, რაღაცნაირად თქვენ რა რჩევას მოგცემთ ტარო? რას გირჩევთ ტარო ამ სიტუაციაში, ეხლა რაშიც იმყოფებით, მეგობრებო? რა რჩევას მოგცემთ ტარო? რა არის ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამყაროდან და ტაროდან რჩევა თქვენ? ხო. რას გირჩევთ სამყარო? ნახეთ ქვემოდან რა კარტია. რაც გირჩევთ ტარო მეგობრებო და ნახეთ ახლა. ხო. აქამდე თუ იყო ცვლილებები, არასტაბილურობა, გაურკვევლობა, დანაკარგები, უიმედობა, ეს ყველაფერი, კი ეს სიყვარული გექნებათ, მაგრამ კარტი ამბობს რომ რის ფასად. მაინც ვერ მივხვდი პასუხი და გავაგრძელო ისე მეგობრებო. რა რჩევას მოგცემთ? კარტი. ჯერ ერთი იქედან დავიწყებ, რომ ეს ადამიანი თქვენ არ დაგთმობთ. ეს არის ძალაუფლების კარტიდან, ჩემია ეს ფული არავის მივცემ, ჩემია ეს ქალი თუ მამაკაცი არავის დაუთმობ და ჩემია ეს პარტნიორი და არავის დაუთმობ. ეს ამ ადამიანიდან ჯერ თქვენ კიდევ ბევრი რამე არ იცით. ეს ერთი. ხო, მე მეორე ის რომ მეგობრებო. ხო, მაინც დააკვირდით ამ ადამიანს, კარტი ამბობს რომ დააკვირდით, რომ ისევ საფრთხეში არ მოხვდეთ და ისევ რაიმე ისე შეიძლება არ წავიდეს, რო რაიმე ისე არ წავიდეს, ამიტომ ამ ადამიანს სიტყვებზე არ ენდოთ, საქციელებს დააკვირდით. ხო. თქვენ შეატყობთ ამ ადამიანს, როდესაც მოვა, საქციელებით შეატყობთ, მეგობრებო, მიხვდებით? ხო, აი, ცალმხარის თამაში არ უნდა იყოს. ხო, ამ ადამიანს მარტო მისკენ არ უნდა იწიწავდეს ადიალას. აი, ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ, ხო, აქ უნდა იყოს ორმხრივი მუშაობა ურთიერთობაზე. უფრო მისგან უნდა იყოს სურვილი, რომ უფრო მეტი ჩადოს, იმიტომ რომ ამ ადამიანმა დააშავა იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ. ამიტომ მან უნდა გამოასწოროს, ამიტომ დააკვირდით ამ ადამიანის საქციელებს. ხო. და მაინც ხო, თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით.
მას აქვს ძალიან დიდი შიში დაგვიანების, ხო არ დააგვიანდა? მოსვლა, ხო არ დააგვიანდება, მოსვლა, არა მარტო იმიტომ რომ ვინმე ყავთ. პირიქით. შეიძლება აღარ გჭირდებათ უკვე. ხო. ამიტომ რომ იმის შიში რომ ეს ადამიანი არ მოვა, ეს არ იფიქროთ. მოვა. აუცილებლად მოვა მეგობრებო. და რჩება ისა, რომ უბრალოდ კარგად დააკვირდით ამ ადამიანს. საქციელებზე დააკვირდით, მეტი არაფერი. ამას გეუბნებათ კარტი. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტოთ უნდა. ხო, ესეთი იყო ჩვენი ტაროს დასტით დღევანდელი დღე. მადლობა ჩემს ყველა დასტას. ძალიან ძლიერია ეს დასტა, ძალიან ძლიერია. ეხლა მინდა ასტრაბარათებს ვკითხო მეგობრებო. ეს რაღაც ჯვარის წერია ლაივს, კრუნჩხვები არა აქვს. პარტნიორი ნელა წყნარდება. ხო, ასე რომ მეგობრებო, დღეს მშვიდად გვისმენს. თქვენი პარტნიორი დღეს მშვიდად გვისმენს მეგობრებო. ხო. ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. აი რას გვეტყვის ასტრაბარათები? რას გვეტყვის პარტნიორი ასტრაბარათებით? რისი თქმა უნდა თქვენს პარტნიორს? მემზადება რაღაცისთვის. ეს ადამიანი სამზადიშია, უკვე გამზადებულია რაღაცისთვის. რაღაცა მზად აქვს, ან ემზადება მეგობრებო. კი? აცხობს თუ აკეთებს რაღაცებს, უკვე აცხობს. ჩამოწერილი აქვს ყველაფერი და იმის მიხედვით აკეთებს უკვე. როდის რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა შედოს ღუმელში და როდის უნდა გამოიღოს. ხო. ეხლა ცოტა სიეშმაკე რო არა, სხვანაირად არ გამოუვა. თვითონ ფიქრობს, ვერ ფიქრობს სხვანაირად, ცოტა თავისი სიეშმაკე ჩართული აქვს. ამ ყველაფერს ყურადღებით უყურებს, ყურადღებით აკეთებს. ეს ადამიანი რაღაცას აკეთებს და მერე აკვირდება. ჯერ კი არ ფიქრობს და აკეთებს მეგობრებო, არა. ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ერთი წუთით პაზლი უნდა ჩავსვა. აჰა. ხა, ჯერ აკეთებს, მერე ფიქრობს. კიდევ რას გვეტყვის? პარტნიორი რას გვეტყვის? იმას რომ შორიდან გიყურებთ. ამ ადამიანმა რაღაცა გააკეთა, რაღაცა დააშავა, დაუფიქრებლად. ჯერ გააკეთა, მერე ფიქრობს და ეხლა შორიდან გიყურებთ. ანუ მიხვდით ხო? მისი საქციელი. ჯერ აკეთებს და მერე შორიდან უყურებს ამ ყველაფერს, სასწაული თუ გინდოდეთ. ან შორიდან ბინოკლით გიყურებთ, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ. ურთიერთობა მანძილზე. ხო. ამ ადამიანს კიდე თუ ხედავთ დამოუკიდებელს, თლათ მასეც არაა საქმე. გაჩვენებთ, რომ ძალიან ისეთი დამოუკიდებელია, სადაც უნდა იქ დადის. დღეს აქ ვარ, ხვალ იქ ვარ, რასაც მინდა ვაკეთებ, რითაც მინდა იმით ვარ დაკავებული, რაღაც ესეთი შთაბეჭდილება მჩება. უკან ცეცხლია, შეიძლება მართლაც ისეთ ზონაში იყოს ეს ადამიანი, რომ ხო ხა მსოფლიოში რაც ხდება ვიცით. ხო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სადმე ისეთ ზონაში იყოს ეს ადამიანი, რომ ხო შეიძლება მართლაც ცეცხლიც იყოს. ან რაღაცა იყოს. ხო, რაღაც მსგავსი. კიდევ თანამშრომლობა. ამ ადამიანს უფრო მეტად შეიძლება უყვარდეს ესეთი ხელებით. მე ამას ვიზამ, მე ეს გავაკეთე, აი მე ამას გპირდები, აი ხო ხდებით, ნახეთ როგორი ფოტოა. აი ესეთი ხელებით ლაპარაკი უყვარდეს შეიძლება. არადაგერ კოშკი თავზე ექცეოდეს, ესეც შეიძლება იყოს, მიყუდებულია კოშკი ლამის წაიქცეს, ანუ ეს მისი
ისი საქციელით მისი იმით რა ქვია რომ ხო აქაც ბინოკლი ხატია ხედავთ შორიდან რაღაცებს კპირდება შეიძლება ხელებით ესე აგიხსნით გიხსნით ალბათ რაღაცებს თავისებურად პროფესორის რჩევა დარიგებები მეგობრებო არ ვიცი როგორ ახსნა ეხლა ეს ადამიანი რაღაცნაირი ტიპაჟია მოდი ასე ვიტყვი ხო შეიძლება მართლაც ბრძენი იყო ადამიანი მაგრამ ურთიერთობა არ ეხერხება და ნუ რა გააკეთოს ეხლა შეიძლება პროფესორი იყოს ადამიანი არ გამოვრიცხავ უჭკვიანესი მაგრამ ურთიერთობაზე არ შეეკითხოთ არ დაავალოთ აზრი არ კითხოთ აქ მოიკოჭლებს კიდევ რაო რა გვინდაო კიდევ რა მინდაო თქვენმა პარტნიორმა ხო გეუბნებით აი რაღაცა გააკეთა ამ ადამიანმა და შედეგებს ელოდება ან თვითონ ისეთ საქციელებს აკეთებს რომ მისი საქციელები შედეგს ელოდება მაგრამ ვერ მიაღწევს ამას ეს თუ იმას ფიქრობს რომ მისი არაფრის გაკეთებით თქვენ დაგიბრუნებს და თქვენ გადადგამთ ნაბიჯს ამას ვერ უნდა მიაღწიოს მეგობრებო იცოდეთ თქვენგან თუ ელოდება პირველი ნაბიჯს ეს ადამიანი თქვენ ამის საშუალება არ უნდა მიცეთ ამის ბედნიერება არ უნდა მიცეთ მე გეუბნებით დანარჩენი თქვენი საქმეა ხო და სხვა მხრივ თუ რაიმე აქვს ამ ადამიანს ჩადენილი და შედეგს ელოდება შეიძლება ესეც იყოს ვისთან როგორ ხო შეიძლება წერილსაც ელოდებოდეს შენგან წერო წერილს ნიშნავს შეტყობინებას ნიშნავს და შეიძლება ელოდებოდეს კი თქვენგან ნაბიჯებს ეს ადამიანი აი ეს უფრო ჩანს მე მგონი ხო რაღაც ნაბიჯებს ელოდებოდეს თქვენგან შეიძლება კი ოხ კიდევ რას გვეტყვის ასწავლი ვინმეა მე თუ მკითხავთ ეს არის წინააღმდეგობის კარტი მიუხედავად იმისა ხო გეუბნებით ბუე შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი ადამიანი მაგრამ მის ცხოვრებას ვერ ალაგებს ვერა იმას რასაც გარედან ხედავთ თავის ცხოვრებას ეს ადამიანი ვერ ალაგებს ვერ ხვდება გარედან შეიძლება ესე ჩანს მეგობრებო მაგრამ შიგნიდან აი ესეთი ცარიელი ფიტულია როგორცაც გაჩვენებთ თავს ესეთი არაა შიგნიდან აქვს ერთი დიდი სიცარიელე აქვე მოდან როგორი კარტია ვარსკვლავის იმედის რწმენის უცნებების სამყაროს იმედი აქვს ამ ადამიანს კი მაგრამ რანაირად აქვს სამყაროს იმედი არის თვითონ თუ არის ზრუნა სამყარო ვერაფერს ვერ მოუწესრიგებს მეგობრებო ისი გასაკეთებელი მან თუ არ გააკეთა აქ სამყარო აშუაშია სამყარო აძლევს დაბროს მაგრამ თვითონ უნდა იზრუნოს ამ ყველაფერზე ხო ხო უპრობლემო ადამიანი დღეს არ არსებობს მოქნილობა აკლია ამ ადამიანს მეტი არაფერი სიზარმაცით არა რაღაცნაირია თორე ზარმაცია მეთქინ ვერც ამას ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაც მოქნილობა შიშხათი აკლია აი როგორც სიტყვიან ხოლმე რაც გურიაში ეს ამბობენ სხვაგან არის მარილი აკლია შიშხათი აკლია
მოქნილობა აკლია, გამბედაობა აკლია. აი რაღაც აკლია, ერთი პაზლი აკლია მის ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა. ხო, რაღაცნაირი არის კი, რაღაცნაირი ტიპია. რაღაცნაირი ადამიანი ჩანს, მაგრამ გეუბნებით რაღაცისთვის ემზადება. ხო, რაღაც აქვს ჩაფიქრებული მას თვითონ, ის არ გაგვიმხილა, მაინც რა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ აი ნახეთ, აქაც არის მოლოდინი. ესეც ტყუილად დარჩა დადებული, ეს დაგეგმილად არ იყო ყველაფერი, მეგობრებო. მოლოდინი, რაღაცის მოლოდინშია. აქაც რაღაცა გააკეთა ამ ადამიანმა და რაღაცის მოლოდინშია, რა გააკეთა მე ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ელოდება, შეიძლება თქვენგან ელოდება ნაბიჯს. შეიძლება სამყაროდან ელოდება ნიშანს. ხო. რაღაცა წერილს ელოდება თქვენგან, რაღაცა შეტყობინებას ელოდება. ან თქვენგან, ან სამყაროდან ნიშანს ელოდება. ხო. მეტი ახსნა ამას არ აქვს. არც თქვენგან შეიძლება ელოდებოდეს კი, არც მაგას გამოვრიცხავ. მაგრამ მოდი ერთი უნდა ვკითხო ეხლა მე კაცს. თუ უნდა მიწეროთ თქვენ პირველი, ზოგადად თქვენ თუ უნდა გახვიდეთ კონტაქტზე, ძალიან მაინტერესებს ერთი. არა, არ უნდა მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მიწეროთ. მოდი ეხლა ვკითხო უნდა კაცს. თუ უნდა გადადგათ პირველმა ნაბიჯი, თუ არ იყვავები. მოვარდა. არა, მეგობრებო. არა. არ მიწეროთ. იმის გამო რომ ოჯახი გინდათ მასთან, არ მიწეროთ მეგობრებო. მე მაინც ვკითხავ კაცს. თუ უნდა გახვიდეთ პირველებმა კონტაქტზე. თუ უნდა გახვიდეთ პირველებმა კონტაქტზე მეგობრებო და თუ უნდა მიწეროთ პირველმა. ძალიან მაინტერესებს. არა მეგობრებო. ეს ხო დისტანციური ურთიერთობა არა. არა. როგორც თვითონ თავაზიანი, ისეთი თავაზიანი იყავით თქვენც. ხო. არა მეგობრებო. უსამართლობაა თქვენ რო გახვიდეთ კონტაქტზე. არავითარ შემთხვევაში ხა. თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა, მაგრამ რჩევაში შედის არა. ხო. და ნახეთ? თქვენი პრესტიჟი არ დაკარგოთ, თქვენი თავდაჭერილობა არ დაკარგოთ, თქვენი ადამიანობა არ დაკარგოთ. აი თქვენი მე არ დაკარგოთ. საკუთარი თავი დააფასეთ. დაუფასებლობა იქნება თქვენი ნაბიჯის გადადგმა. თქვენივე თავის დაუფასებლობაზე რომ არა. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო. ხო, ასე რომ პასუხია არა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მოდი ახლა მე მინდა მაინც აი რაიმე სურვილი ჩაიფიქროთ. თქვენ ჩაიფიქროთ რაიმე სურვილი. და მოიცადეთ? ნახოთ აბა როგორ ასრულდება თქვენი სურვილი. რა ვადაში ასრულდება თქვენი სურვილი? ასტრა ბარათით. ასტრა ბარათით ჩაიფიქრეთ მეგობრებო. და ჩაიფიქრეთ დროის დასტით. რომელზეც გინდათ ის აირჩიეთ. ამასაც მოვამზადებ ახლა მოვავლებ სანთელზე. ჩაიფიქრეთ სურვილი და ნახოთ რა დროის ვადაში შემოდგომა. მეგობრებო. რა დროის ვადაში, ესეც ერთ-ერთი ნიშანია. რა დროის ვადაში ასრულდება თქვენი სურვილი. ეს სანთელზე მოვარე, ჩემო ძვირფასებო. აბატონო. რომელი გინდათ?
ეს რაღაც ისე ჩანს, მოდი ეს რო ჩავაქრო. აი, ეს უფრო უკეთ ჩანს. რომელზეც გინდათ ჩაიფიქრეთ თქვენი სურვილი. მე გავჩუმდები. იმედია მოასწარით, ვინც ვერ მოასწარით მეგობრებო და შემდეგ დააპაუზეთ. მე კიდევ თქვენს თვალწინ ამოვიღებ, აი დედა. ეხლა ეს მე რო ვერ ავიღე, როგორ ავწიცით მეგობრებო? აი ასე ავიღებ მეგობრებო. თქვენს თვალწინ ამოვიღებ ეხლა მე კარგს. 15 მეგობრებო, აი თქვენი სურვილი. თქვენი სურვილი ასრულებადია. თქვენი სურვილი მრავალ მხრივ ასრულებადია, ჩემო მეგობრებო. არ ინერვიულოთ. და რა დროის ვადაში ახდება ამ კარტით ვნახათ. ეს არის ოცნებების ასრულება, ეს არის სურვილების ასრულება, ეს არის ყველაფერი სიკეთის კარტი, ძალა, რწმენა, იმედი და ესეთი სამყაროს კარტია, ასე რომ სამყარო თქვენს გვერდით არის და არ ინერვიულოთ არაფერზე. ეხლა ვნახავ ამ კარტით თქვენს პასუხს. რა ხდება ამასთან დაკავშირებით? ერთი წუთით, მეგობრებო. ერთი წუთით. რა ხდება ეხლა თქვენთან? მინდა 15. კვირის დღეები გააჩნია ჩემო მეგობრებო, ეხლა რა ჩაიფიქრეთ? იმასთან დაკავშირებით თუ კი შეიძლება ეს ახდეს კვირის რომელიმე დღეს, ისეთი თუ არაა თქვენი ჩაფიქრებული, რომ დიდი დრო დააგვიანდეს, იმ შემთხვევაში ეს იქნება ორშაბათი და თუ კი ემთხვევა, ხო, მხოლოდ ორშაბათი კვირის დღე. თუ კი თქვენც იცით, რომ ეს ცოტა შორმანძილზეა შესრულებადი, იმ შემთხვევაში არის მარტი და ივლისი. თქვენ თვითონ მიხვდებით ეხლა ჩემს პასუხს მეგობრებო. თუ ძალიან ისეთი სურვილი არ არის, რომ შორი მანძილზე შესასრულებადია, იმ შემთხვევაში აქ მოხდება ორშაბათ დღეს დაახლოებით ამ სურვილის ასრულება, თუ არა და მარტი და ივლისი. ესეთი პასუხია ჩემო ძვირფასებო. მარტი და ივლისი. ხო. ეხლა ვნახოთ ამ დასტით. ვინც ჩაიფიქრა ამ დასტაზე. ნახეთ რა წერია? ნახეთ რა წერია მეგობრებო? აი თქვენი პასუხია. ერთ თვეზე ადრე, ერთი თვის შიგნით. თუმცა ამაზე არ იფიქროთ. რაც ადრე უფრო გაუშვებთ ამას სამყაროში და ამაზე არ იფიქრებთ, უფრო მეტად ერთ თვეზე შიგნით. ერთი თვეც არ დააგვიანდება მეგობრებო თქვენს პასუხს. თქვენი სურვილის ასრულებას, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უფალს და სამყაროს მადლობა. შვიდობიანი დღისთვის. ასე რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი თქვენთან ერთად გატარებული დღისთვის. ჩემო ძვირფასებო, არასდროს ჩავდე კარტი. სად ჩავდე ახლა მეც რამ ჩამადებინა აქ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მადლობა თქვენ ყველას გაიხარეთ. მესი მადლობა ერთად ყოფნისთვის. ასე რომ
ყველაფერი კარგი გქონოდეთ ცხოვრებაში ყველას. კარგად ადგათ ნაბიჯები, დაელოდეთ თქვენს პარტნიორს. როდის თვითონ მოიფიქრებს, მეგობრებო, ნაბიჯის გადმოდგმას, იმიტომ რომ თავისი დანაშაული უნდა მიხვდეს ამ ადამიანმა და თავისი გასაკეთებელი თვითონვე უნდა გააკეთოს, ამიტომ არ გაუსწროთ მოვლენებს. თქვენ თავარია ვიყოთ მშვიდად და წყნარად, დანარჩენი უფალს მივანდოთ, ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას, უღრმესი მადლობა ყველას. დაი ბედნიერი დილა გაგთენებოდეთ, ხვალინდელი დღე ყოფილიყოს უფრო უკეთესი და წარმატებული. მე კიდევ ავტვირთავ ამ ყველაფერს YouTube-ზე და გელოდებით კომენტარებში. აბა დროებით, მეგობრებო და მადლობა ყველას, გაიხარეთ.